წუთი-წუთზე დაიწყება უკვე გურულების მარში. ჩვენ ახლა ვართ ევროპის მოედანზე, სადაც მათ შეკრება დაიწყეს და მოვიდნენ აქ სხვადასხვა ტრადიციული ტანისამოსით, ყაბალახით, ასევე მოვიდნენ სხვადასხვა ბანერებით, სადაც მათ უწერიათ ის, რაც უნდათ რომ გააგონონ ხელისუფლებას. ასევე მოტანილი აქვს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და როგორც გითხარით, წუთი-წუთზე დაიწყება უკვე მსვლელობა საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც არის დანიშნულების უკვე ბოლო ადგილი და ყოველთვის უკვე 7 საათზე ხოლმე იწყება მთავარი საპროტესტო აქცია, რომელიც უკვე 20 დღეზე მეტია მიმდინარეობს. აქ ჩვენ ვესაუბრეთ გურულებს, რომლებიც არიან ჩამოსულები რეგიონებიდან, მაგალითად ლანჩხუთიდან, ასევე ოზურგეთიდან და ასევე იმ გურულებსაც, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან ადრე გაუჩნდათ ამის იდეა, რომ გაემართათ საკუთარი მარში და ამის შემდეგ შეთანხმდნენ და საბოლოოდ ეს დღე გადაწყდა, რომ იქნებოდა მარშის დღე და სწორედ ამიტომ ისინი ახლაც იკრიბებიან და აი წუთი-წუთზე უკვე ჩვენ გავემართებით ევროპის მოედნიდან უკვე საქართველოს პარლამენტისკენ. გურულები აქ გვიყვებიან თავის ისტორიებს, გვიყვებიან თავის ბავშვობაზე და სურთ რომ საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სურთ რომ გაერთიანდეს საქართველო და ამისთვის იბრძვიან ისინი საუკუნის მანძილზე. ისინი სწორედ ამას ამბობენ და ახლა მე კადრში შემიძლიათ განახოთ თუ რამდენი ხალხი არის აქ მოსული. და ახლა თქვენ შეგიძლიათ რომ კომენტარსაც მოусმინოთ ერთ-ერთი აქციის მონაწილის. მოქალაქეებმა ნება მიგოძეთ მოგილოცოთ თქვენ, მიულოცოთ საქართველოს ხალხს საერთაშორისო ოჯახში გაშლილი დროშით შესვლა და იქ ევროპის ხალხის გვერდით საკუთარი ადგილის დაჭერა. ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზაკვალი მჭიდროდ, უშუამავლოდ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არძალულს არავით არ ძალღონეს. და ეს დიადი ისტორიული მოვლენა მოახდინა ერთმა გარემოებამ. საქართველოს ხალხის ერთსულოვანმა გამოსვლამ და ერთი აზრის, ერთი დროშის ქვეშ ერთხმად თავის მოყრამ. ბატონებო, გვაქვს და ქალბატონებოც. გვაქვს თავისუფლელი სიამაყისა, მოხდა იშვიათი ამბავი, თელმა ევროპამ, განურჩევლად პარტიისა და კლასისა, ერთხმად გვითხრა, კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით, გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი. და ამას გავამართლებთ თუ ჩვენ შემდეგშიაც ვაწარმოებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე. თუ ჩვენ არ გადავცდებით იმ გზას, რომელზედაც ვიდოდით დღევანდლამდის. ჩვენს ირგვლივ ხდება და მოხდება დიადი ამბები. ჩვენ გვმართებს დიდი სიმაგრე, დიდი დაფიქრება, რომ ერთხელ არჩეულ გზიდან არ გადაგვაცდინონ. თქვენ იცით, რომ ჩვენ საომარი კავშირი შემოგთავაზა საბჭოთა რუსეთმა. ჩვენ გადაჭრით უარი უთხარით. რას ნიშნავს ეს კავშირი? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ აქვთ ეს კავშირი გაწყვეტილი და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისაკენ, სადაც ისინი ახალ მოკავშირეებს ეძებენ. დასავლეთი და აღმოსავლეთი. აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარნენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ, რუსეთის კი აზიისკენ. ბატონებო, პოლიტიკა განიზომება მისი შედეგებით. საუკეთესოა ის, რომელიც იძლევა საუკეთესო ნახობს და ჩვენს პოლიტიკას ჩვენს მიერ არჩეულ გეზს თავიდანვე მივყავართ გამარჯვებიდან გამარჯვებამდე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს, ჩვენს საზღვრებს. თუ თავი ჩვენი ჩვენ გვახლავს, ღარიბად არ ვიხსენიებით. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას. აი თქვენ უსმენდით პირდაპირ ეთერში აქციის ერთ-ერთ მონაწილეს და ახლა თქვენს გესმით ეს ხმები, ხედავთ კადრებს გურულების მარშიდან, რომლებიც წუთი-წუთზე დაიძვრებიან სწორედ საქართველოს პარლამენტის მიმართულებით და საკმაოდ ცოტა დრო დარჩა იქამდე, სანამ ჩვენ უკვე მივალთ საბოლოოდ აქციის დანიშნულების საბოლოო წერტილამდე. გურულები ახლა საუბრობენ სწორედ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა და ასევე გურული კვლავ მოდის იმისთვის, რომ ამ აქციას შეუერთდეს. ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ დაგიტოვოთ ეს კადრები.